განაჩენის გამოცხადებიდან ამ წუთამდე ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას არ უთქვამს დაიწყებენ თუ არა ძიებას და მინიმუმ გამოკითხავენ თუ არა ნარკოტიკების ჩადების საქმეზე იმ პოლიციელებს, რომლებიც გიორგი ახობაძის საქმეში ფიგურირებენ. საქალაქო სასამართლომ, ანუ პირველმა ინსტანციამ სრულად უდანაშაულოდ ცნო ექიმი, რომელმაც წყობაში 7 თვე გაატარა და ბუნებრივია, თუ კი მას ვერ დაუდგინეს, რომ ნარკოტიკები, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება თან ჰქონდა ჩხრეკის მომენტში, მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ აღმოჩნდა ეს ნარკოტიკი გიორგი ახობაძის ტანსაცმელში და როგორ დაიტანეს მასზე თუნდაც დნმ-ი, რომელიც მოგვიანებით უკვე ექსპერტიზის დროს ამოვიდა. შესაბამისად, ახლა უნდა მიმდინარეობდეს გამოკითხვების სერია იმ პოლიციელების, მოქმედით ყოფილი მაღალჩინოსნების, რომლებიც ახობაძის საქმეში ფიგურირებენ და რომელთა ნაწილიც გიორგი ახობაძე მათ შორის სასამართლო დარბაზში პირდაპირ მოსამართლის წინაშე ამხილა. ერთ-ერთი, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე იყო მაშინ გიორგი გურეშიძე, გიორგი ახობაძის თქმით უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჩადების ოპერაციას და ირკვევა, რომ გიორგი ახობაძის საქმის მიმდინარეობის პროცესში სულ 2 თვის წინ ივნისში ეს პიროვნება ნარკოტიკების დეპარტამენტიდან გადაიყვანეს უკვე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, თუმცა ბუნებრივია ამ დრომდე არსებობს კითხვები მასთანაც და იმ პირებთან, რომლებიც გიორგი ახობაძის თქმით სწორედ მისი დავალებით უკანონოს საქმიანობას ჩადიოდნენ და ახობაძეს ჩხრეკის მომენტში ნარკოტიკულ საშუალებას უდებდნენ. პატაკის ავტორი არის გიორგი ხარგელია და ერთ-ერთი მთავარი კითხვების ადრესატი გიორგი ახობაძის საქმეში სწორედ ის არის, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას არაფერი უთქვამს, არც გამოძიება დაუწყია, არც გიორგი ახობაძე გამოუკითხავს. ერთადერთი რაც ვიცით არის ის, რომ პროკურატურა აპირებს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. სააპელაციო სასამართლო, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს აღნიშნულ საქმეს, დარწმუნებული ვარ თითქმის ძალიან მაღალი ალბათობით იმაში, რომ რომეო ტყეშელაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამართლებელი განაჩენს სრულად დატოვებს უცვლელად, ვინაიდან საქმეში როგორც განიმარტა და კიდევ ერთხელ განმეორდები, არ არსებობს გონივრული ეჭვმიღმა სტანდარტით შეთანხმებული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამოძიებას ჰქონდა სრული საშუალება, რომ სურვილის არსებობის შემთხვევაში გამოძიება დაეწყო ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც არაერთხელ აცხადებდა გიორგი. მიუხედავად იმისა, რომ თვეების მანძილზე პროკურატურას არ დაუწყია გამოძიება ამ მიმართულებით, სამწუხაროდ დღეის მოცემულობით რო გითხრათ, დიდი მოლოდინი მაქვს ამის თქო, როგორც ცრუ მოწმეები, მათივე ჩვენება ერთობლიობაში უნდა დადგინდეს ალტერნატიულად დაწყებული გამოძიების ფარგლებში და ეს გამოძიების ფარგლები პირველ რიგში უნდა იყოს ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, რომელ ფაქტზეც პირველ რიგში უნდა დაიკითხოს გიორგი ახობაძე მოწმის სახით. სამართლე დარწმუნებული ვარ, განაჩენშიც ვერ გაექცევა იმ გარემოების, რომ რიგ შემთხვევებში მოწმეები უმეტესწილად წარმოდგენილი იყვნენ ცრუ ჩვენებით, შესაბამისად ისინი ატყუებდნენ მოსამართლეს. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით ახლა ბიძინა ივანიშვილი შურისძიებას აპირებს ვახტანგ გომელაურზე და მის პირველ მოადგილეზე, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირია, შალვა ბედოიძე წლების განმავლობაში მოიაზრებოდა როგორც ნარკოტიკის ჩადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი მთავარი პირი, სწორედ ასე ახასიათებდა მას ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები და შესაბამისად ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლომაც ვერ დაადგინა, მართლმა სასამართლომაც ვერ დაადგინა ის, რომ მას ჰქონდა რეალურად ნარკოტიკული საშუალება და არსებობს ასევე არაერთი საქმე აქციებზე დაკავებული, პროაქციებზე დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ, რომელიც სწორედ ნარკოტიკების მიმართულებით შეიკერა და უადუმუხლებით დაადეს უამრავ დემონსტრანტს ხელბორკილები. ახლა კითხვების მთავარი ადრესატი გამოძიების მხრიდან გახდება სწორედ შალვა ბედოიძე და შალვა ბედოიძის გავლით კი არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილი გავიდეს ვახტანგ გომელაურზე, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პირველებთან საუბარში აცხადებენ. შიდა კლანური დაპირისპირება, რომელიც ქართულ ოცნებაში არის, სწორედ ამ მიმართულებითაც გავრცელდება. უნდა გვესმოდეს, რომ ამ საქმეების მთავარი ამწყობი ივანიშვილის კარზე ცხადია იყო გომელაური და ბედოიძე. ამ საქმით შეიძლება თუ არა შალვა ბედოიძემდე მივიდნენ, ცხადია შესაძლებელია. მეტიც ის ხელმძღვანელობდა ამ ჩადების ოპერაციას, საქმის შეკერვის ოპერაციას და ასე შემდეგ. ახლა ბიძინა ივანიშვილი ერჩის თუ არა მის ასე ვთქვათ ხელქვეით გომელაურს, ცხადია ებრძვის. იმიტომ რომ მოთხოვა მილიონები კაპიკი არა გომელაურს მიტანილი და დაადო უჩა მამაცაშვილს ხელი, რომ ბატონო ბიძინა მე
შენ დეიდაშვილს ვაძლევდი ახლა იმპულსს და უჩა მოხია შეიძლება რომ გომელაური დაიჭირონ ამიტომ ცხადია შეიძლება ობახიძე და მდინარაძე თბილად რომ ყოფილიყვნენ და ერთი ადგილი ქონოდათ კომფორტში მაშინ ხო ყველაფერზე ხელს აწევდნენ აქ სწორია დაიჭირეს პოლიციელები პროკურორები ყველა ხო გაწირეს ასე იქნება ყველა შემთხვევაში და უნდა ესმოდეს მათ შორის ბედოიძეს უნდა დაისვას მონებრივი კითხვა ვინ არიან ის ადამიანები ვინც ამ ადამიანს აბრალებდნენ ასე ესეთ უმძიმეს დანაშაულს ვინ ჩაადარა ჭხრეკა ვინ შეადგინა ოქმი და სად არის პასუხისმგებელი პირები ვინც ეს ადამიანი უკანონო ტყვეობაში ამყოფა ყველა იმ პირს როგორც დამკვეთს ისევე შემსრულებელს ვინც პოლიტიკური ბრალს უდრიეს და პოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფებს ადამიანებს ამ ტაჯვისათვის იმედებს ყველა უნდა აგოს პასუხი რა იმიჯიც თქვათ მის აი შემორჩენილი იმიჯის აღდგენას მათი აზრით დაექვემდებარება ესეთი გადაწყვეტილებებით ისე მოიქცევიან ისევ როდესაც ესე უკანონო და დაუსაბუთებლად ადამიანი ციხეში იხდის სასჯელს არსებობს შესაბამისი რეგულაციები ქართულ კანონმდებლობაში რომელიც ითვალისწინებს შესაბამის რეაბილიტაციას ასე რომ ეს მოუწევს აუცილებლად ოცნების რეჟიმს თუ ეს საქმე ბოლომდე მივადა ახობაძე უზენაეს სასამართლოს ანუ ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებითაც როცა შევა ძალაში ეს გადაწყვეტილება მის მიმართ შესაბამისად მისი რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს გიორგი ახობაძის საქმეზე სრულად გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მთავარ კითხვად რჩება დაინტერესდება თუ არა გამოძიება იმ პოლიციელებით რომლებმაც ახობაძის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება სასამართლოში რომლებიც დაკავების ოპერაციის მომენტში ადგილზე იყვნენ იღებდნენ მონაწილეობას და რომელთანაც არსებობს უამრავი კითხვა როგორ აღმოჩნდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება დემონსტრანტის ჯიბეში ისე რომ რეალურად მას ეს არ ჰქონია